4 დღეში ტაო-კლარჯეთში ქართველი სპეციალისტებისაგან შემდგარი დელეგაცია ჩავარდა იშხანსა და ოშკს მოინახულებს. კულტურის სამინისტროს დელეგაცია ანკარიდან რამდენიმე საათის წინ დაბრუნდა. კულტურის მინისტრის მოადგილე მარინე მიზანდარი მოლაპარაკებების შედეგით კმაყოფილია, თუმცა სანამ ოფიციალური დელეგაცია თურქეთში ჩავა, ისტორიკოსები მონიტორინგის ჯგუფის შექმნისა და გამგზავრების აუცილებლობაზე საუბრობენ. ვრცლად თამარი ლურიძე ამბობთ. იშხანში მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოებს კულტურის სამინისტროს სპეციალისტები თავად შეაფასებენ. დაახლოებით 10 კაციანი დელეგაცია ისტორიულ ტაო-კლარჯეთში 17 აპრილს ჩავარდა სიტუაციას ადგილზე გაეცნობა. დელეგაციის წევრებს შორის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებიც იქნებიან. კულტურის მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ შეთანხმება ოფიციალურად არ გაფორმებულა, თურქულმა მხარემ კი კეთილი ნება გამოიჩინა. პირველი ვიზიტის შემდეგ გამოჩნდება უკვე აუცილებლობები, საჭიროებები რეალურად და აქედან გამომდინარე ტექნიკური ჯგუფით შედგება უფრო მეტი დაზუსტებით. აუცილებელი იქნება მაინც ამ ხელშეკრულების რაღაც ეტაპამდე, ანუ ხელმოწერის ეტაპამდე მიყვანა, რათა შემდეგ შევძლოთ უფრო ფართო მასშტაბიანი თანამშრომლობა ჩვენს თურქ სპეციალისტებთან და ჩვენს ვთქვათ ეკვივალენტურ უწყებასთან თურქეთში. ამ შეხვედრა ამ საფუძველი შეუყარა არა მარტო აი ამ იშხანთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარების დასაწყისს, არამედ უფრო სხვა ასპექტებსაც შეეხო და შეიძლება უფრო მრავალმხრივი გახდეს ეს თანამშრომლობა. ხელოვნებაცოდნეობის დოქტორმა ირინა გივიაშვილმა ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე ისტორიული ძეგლები ბოლოს სექტემბერში ნახა. 17 აპრილს გივიაშვილი დელეგაციის ერთ-ერთი წევრი იქნება. ის ამბობს, რომ საჭიროა თურქული მხარის დარწმუნება, ქართველი სპეციალისტების რეკომენდაციები გაიზიარონ. პირველ რიგში უნდა მოხდეს იმ კვლევების შეჯერება, რაც აქამდე არსებობდა, იმიტომ რომ თურქულ ფირმას აქვს გარკვეული კვლევები ჩატარებული, მათ მითხრეს, რომ საინჟინრო პროექტიც აქვს რაღაცა მომზადებული, ეს ჩვენ უნდა გავეცნოთ ამებს, ჩვენ უნდა მოვიპოვოთ ნებართვა და უფლება იმისა, რომ ქართულმა ჯგუფმა დამატებითი კვლევები ჩაატაროს, არა მხოლოდ ასე ვთქვათ, ჩვენი იყოფნით და შეხედვით, არამედ ის იქნება საინჟინრო კვლევა, კედრის ცხატრობის, ასე ვთქვათ, ანალიზი, კედლის სიმყარის, ასე ვთქვათ, კვლევა თუ რაც იქნება, რომ აი ეს კვლევები ჩატარდეს და თუ იქნება, ასე ვთქვათ, ამისი ნება თურქული მხრიდან, ქართული მხარემ ზადაც უნდა იყოს, რომ ასეთი კვლევები თვითონაც დააფინანსოს. კულტურის სამინისტროს დელეგაციის ჩასვლამდე მონიტორინგის ჯგუფის შექმნისა და გამგზავრების აუცილებლობაზე საუბრობენ სპეციალისტები. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ იშხნის შემდეგ მსგავსი ტიპის სარემონტო სამუშაოები ოშკზეც არის დაგეგმილი. რა თქმა უნდა იყოს თანამშრომლობა, ვინაიდან თურქ კოლეგებს აქვთ ნაკლები გამოცდილება ქრისტიანულ ძეგლებზე და მით უფრო ქართულ ქრისტიანულ ძეგლებზე მუშაობის გამოცდილება საერთოდ არ აქვთ. ნაკლებად იცნობენ სპეციფიკას, ქართული მხარის მონაწილეობა სრულიად ცალსახად არის აუცილებელი. ვფიქრობ, პირველ ეტაპზე მაინც, სანამ ეს დეტალები არ გაირკვევა, ქართული მხარის ჩართულობის ხარისხთან დაკავშირებული დეტალები არ გაირკვევა, სულ მცირე მუდმივი მონიტორინგი უნდა მიმდინარეობდეს ადგილზე. სულ მცირე. სხვათა შორის შეიძლება ითქვას, რომ ამ მონიტორინგის განხორციელება აი ოფიციალურ შეთანხმებამდეც შეიძლება. ხელოვნებაცოდნე დავით ხოშტარიას ინფორმაციით კულტურის სამინისტროს დელეგაციის ჩასვლამდე შესაძლოა ადგილობრივებმა სამუშაოები გააგრძელონ. ხოშტარია ფიქრობს, რომ სარესტავრაციო სამუშაოებში უცხოელი სპეციალისტების ჩართვა საჭირო არ გახდება. საკმარისი გამოცდილება აქვს საქართველოში ხო საკმარისი რაოდენობით არიან კომპეტენტური არქიტექტორი რესტავრატორები, ფერწერის რესტავრატორები, კონსტრუქტორები, რომელსაც შეუძლიათ ამ მასშტაბის სამუშაოს სავსებით წარმატებით გაძლევა. ეს პრობლემა არ არის. კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები და ისტორიკოსები ფიქრობენ, რომ ქართველი სპეციალისტების დელეგაციის პირველი ვიზიტის შემდეგ თურქულ მხარესთან თანამშრომლობის ფორმატი გაფართოვდება და მოლაპარაკებები სხვა ქართულ ძეგლებთან დაკავშირებითაც გაგრძელდება.